ერთი შემთხვევა მახსოვს. აი ამ წლების მანძილზე საკვირაო სკოლის შეხვედრებიდან თუ არა ვცდები, ერთი ბავშვი იყო მოსული. აი საკვირაოში ვიყავით ხოლმე და გამათბობელი ქონდა რაღაცა დავსხედით და უწუკებდით. ზოგჯერ ესეც ხდება. ერთი ბავშვი მოდის, ხან 5 ბავშვი მოდის, ხან 155 მოდის. რა მნიშვნელობა აქვს? ღმერთი რამდენსაც გამოგზავნის, იმდენი მოდის. ისე რომ თუ კაცი არის მონდომებული, ღმერთიც მიეშველება და გზას გაუკვალავს. მოუხსნის სხვადასხვა პრობლემებს და მიიყვანს. მაგრამ თუ კაცი არ არის მონდომებული და იმას ეძებს, რომ როგორ არ მივიდეს, მაშინ ღმერთი ძალით არ მიიყვანს. მაგრამ იმას ეშმაკი გამოუძებნის მიზეზებს. რომ აი შენ აბა ახლა დაღლილი ხარ, აბა სად უნდა წახვიდე. შენ ახლა 13-სადინო გაქვს და მოდი ჯობია რომ არ წახვიდე. მეცადინეობა კარგია, მაგრამ ღვთის სიტყვის მოსმენა კიდევ უკეთესია. შეიძლება თქვას, რომ შენ ახლა რაღაცა გაქვს გასაკეთებელი, ან სხვაგან უფრო დაგიტკბოს წასვლა და იქ არ წახვიდე. თუმცა არჩევანი ჩვენზეა. აქ ძალით არავინ არ მოდის, ყველა თავისი ნებით მოდის და ვინც როგორ ისჯება, ღმერთიც ისე უმართავს მერე ხელს.